მოკლედ გუშინდელი ამბავი ვიხილეთ, მოსამართლეების ამბავი, კრეობა მათი. მინდა გითხრათ, რომ ამ მოსამართლეების უმრავლესობას თითქმის არავის არ აქვს განათლება მიღებული და ამოიღეთ მაგათი საგამოცდო ფურცლები და ნახავთ, რომ ყველას ერთი და იგივე პასუხი აქვს შემოვლებული და მოსამართლის გამოცდები ჩაბარებული არ აქვს. ესენი არიან სისტემის მიერ დაქირავებული, ეგრეთ წოდებული სასტავი, ჯერ სისხლში ამუშავებენ ცოტა ხანი, მერე რომ დაიღლებიან სამოქალაქოში გადმოყავთ და ესე ასვენებენ ამ დროს სისხლის სამართლის მოსამართლე გარტყმაში არის სამოქალაქოში და ასე დაატარებენ სხვათა შორის. ეს პრაქტიკა ჯერ კიდევ მიშას დროს დაინერგა. ქალების უმრავლესობა კი სუში ან ვიღაცის ნაშა ან შესასეში ამოიღეთ ამათი საგამოცდო ფურცლები, აბა. გაიტანეს. ვინ გაიტანა? გაიტანა იმანა ივანიშვილო პოლიციელებს განა და ივანიშვილს იცავენ. დაიტანეს მეთქი და დააჭმორი. არ ვიცი ეგ სიტყვა, დაიტანეს, დატყნეს, მე რა ვიცი. უზენაეში ასეთი ხალხი რო არიან მოსამართლეები, თქვენ წარმოიდგინეთ რაიონულ სასამართლოებში რა ხდება. ნახირია მეთქი. მარა, ნახირია. მაგის, აბა. რა მოსამაგად ჯიში მოხდა, რა მოსამაგად. ამ შესახებ დემოკრატიკულ